გესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და რაც შეეხება კითხვებს ვიტყვი უცებ ქალბატონო ნინო, ეს დიაგნოსტიკის ფულია, ის წმენდების და ის სხვა არის, მილიონჯერ ხალხო გამოცხადებული მაქვს, უნდა მოძებნოთ, როდესაც მიდიხართ ადამიანთან ინფორმაცია მის შესახებ რაღაცა მოისმინოთ, კაცო, ჩემი თვალების ყურება, ლამაზი თვალები კი მაქვს, მაგრამ ჩემი ლამაზი თვალების ყურება კი არაფერს ნიშნავს და კი არაფერს მოგიტან თქვენ და მოისმინოთ ინფორმაცია, რას გაწვდით ის ადამიანი, შეუძლია თუ არა ამ ტაროს წაკითხვა, დიაგნოსტიკას როგორ აკეთებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სიტყვა დიაგნოსტიკა, გეუბნებათ, რომ ეს არის დიაგნოსტიკა, გამოიკულიო, რა ხდება თქვენს ირგვლივ და წმენდა კიდე სხვა არის, სამაჯურები, ამულეტები, სხვა თემა არის, ორჯერ 2 4. და ესეთ ხალხს უკვე როგორ ვთვლიცი, მე кайფებით თქო, ახლა არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სხვა ვეღარ ვიმაშვები. ესე რომ მომწერს ვიღაცა და ეგრევე ბლოგში უშვებ, რომ იცოდეთ და კარგით, ნახოთ ახლა თქვენი ვაჟ ბატონი როგორ ხასიათზეა, სად არის, რას აკეთებს, ვისთან არის და ასე შემდეგ. კარგით, ნახოთ ვისთვის არის გაშლა. ეს თავგაჭრედილი კაცი რატო ამოვიდა, მოქცეული თავი აქვს თუ მოქცეული ცხვირი აქვს თუ რაღაცა ესეთ პოზიციაზე. ძალიან ესე რომ ვთქვათ, ძალიან მაგრამ კი გრძნობს თავს, რაღაც სულიერი გამოფხიზლება, გამოღვიძება აქვს. და სხვათა შორის ცოტაშენელებული კადრია, მაგრამ ძალიან ძლიერადაც აღიქვამს თავს, მაგარი ვიდეო არო, ესე გეუბნებათ, ესე რატოღაც ეს თუ შეამჩნიეთ, მოვიქციეთ უჩები და ესე დაგელაპარაკეთ და რაღაცა შეიძლება ესეთი მანერა აქვს რაღაცნაირი, ესეთი, რავი, რაღაცა ესე მოდის ყოველ შემთხვევაში. ან ესეთ ენერგიებშია ამჯერად. ნახოთ მაშინ სად არის ეს თქვენი ჩაფიქრებული, რას აკეთებს და ასე შემდეგ. იყო ყველა გზაზე რანაირად არის აქ. აქ რა არის, წარსულში სხვა ქალი იყო აქ ვიღაცა, რომელთანაც ძალიან დიდი ტყუილები და ისინი და ამბები ქონდა. ხო, სად არის და რაღაცა ყველაფერზე ვარს ამბობს თუ ყველას ვარს ეუბნება თავისთვის, ესე რომ ვთქვათ, განდეგილი და ჩაკეტილი ესეთ ფორმაში ნამდვილად არ მიფიქსირდება, მაგრამ რაღაცა თავის ნაჭუჭში უნდა თითქოს ამ ადამიანს ყოფნას, მაგრამ ჩაკეტილი არ არის, არა. ჩაკეტილი და განდეგილი და მარტოსული და განსხვავება არის მაგ ყველაფერში, რომ იცოდეთ. ეს უბრალოდ რაღაც თავის ნაჭუჭია, ამ წუთში თითქოს არც უნდა რაღაცა დიდი რაღაცეები, ავიცი, кейფი და დროსტარებად რაღაცები მე აქ არ მეფიქსირდება ყოველ შემთხვევაში. აქ არის შეიძლება უენერგიო თუ ღიმღამოდ როგორ ცნობს ადამიანი თავს და ან ცოტა შეიძლება დეპრესიულად რაღაცა ესეთი პოზიცია აქვს თითქოს ადამიანს, ხო? ესე რომ ვთქვათ, რა დროს ელოდები რა გინდა, ეს რა არის? ეს არის რაღაცაზე იწყლდა თავს, რომელიც ემოციურად, მაგრამ აქ ნაბიჯ მიაღწევს წარმატებას, რაღაცა წარმატებას უნდა რომ მიაღწიოს, რაზეც ესე რომ ვთქვათ, იმ დონეზე იბურღავს. ეს მე მგონი ღამითაც ფიქრობს მაგ თემაზე და ძილი არ აქვს ამ საწოდავს სამწუხაროდ. მაგრამ გამოვა ეგ საკითხი ტყუილად ესე რომ ვთქვათ, ნერვიულობს. ხშირად არის მე ხალხნო ესეთი რაღაცა, რომ ნერვიულობ, მე გამოგდის ეს ყველაფერი და იცი რა არის, აი რამდენი ვინერვიული, აი რამდენი
რამდენი რაღაც გადავიტანი ამისთვის რომ ეს გამეკეთებინა მე შეიძლება ესე თქვას ადამიანმა ხო რა თქმა უნდა შემდეგ კი იგრძნობთ უკვე შვებას მაგრამ რამდენი ნერვიულობას თურმე არ იყო საჭირო ამის თქმა მინდა ყოველ შემთხვევაში აქ არის რაღაც იდეები არჩევნები ესეთი იმაში რა ქვია რა გავაკეთოს თემაში ეს ადამიანი აქ სხვათა შორის რა ვიცი ფული რო ამშვიდებდეს და კონდეს მთლად ფული პირიქით დახმარება მჭირდება არ არის გამორიცხული რა ვიცი თქვენ თუ არ მოგადგებათ ვიღაცასთან ვიღაცისგან მაინც ცოტა ისეთ ენერგიებში არის ახლა გააჩნდი ახლა რაკანა ეს ამბავია რა იყო ესეთ ვარიანტი არის შემოკარგებო ფულის ხარჯი აქვს აქ ეს იმას ნიშნავს რომ შემოსავალზე მეტი გასავალი აქვს ამ ადამიანს ამ ეტაპზე შეიძლება როდესაც შემოსავალის მაგარი აქვს მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის ეს რა არის კარგი ნახოთ სადახარ რა ვიცი ეს ქალბატონი რატო გამშვიდებს რა უნდა ამ ქალბატონსგან წარსულს ვინც დაფიქსირდა ამ ქალბატონთან არ იცის როგორ მოიქცეს თქვენ თუ ხართ ეს ქალბატონი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ინფორმაციების მოძიების ან გაცნობის გაცნობა არა გაცნობა ეს არ არის ეს გაცნობა კი რაღაცა ინფორმაციების მოძიება უფრო მეტად მაგრამ მაინც გაცნობას ნიშნავს თუ მის შესახებ რა ინფორმაცია გაინტერესებს ნახე როგორ ატარებ თავისუფალ დროს? კიდე რა გაინტერესებს? წამოჭრა მოკლედ ისა რა ქვია, კითხვა. არა, ეს ხალი ვერ მივხვდი ზუსტად რამე მნიშვნელოვანი რომანტიკული თემა ამ ხალთან ამილა და რა ვიღაცა ისეთია, მაგრამ შეიძლება ხო. კარგით, ნახოთ. სადახარ კიდევ რა საკეთებ, რა საქმიანობ, რას მოღვაწეობ, რა შვები. არა, ამ წუთში საკუთარ თავთან შეჩერებული აქვს ყველანაირ თემად. მაგია. ხანეც გავავლე თვალისზე დალაგდა ყველაფერი. მანახე. მაგიური დაზიანება არის. ეს ადამიანი თუ არის ისეთ ფორმატში ძალიან ტვინი გამებურღან, შეიძლება რაღაცა მავიწყდება, შეიძლება რაღაცა ნახე ხომ არის ხანდახან გულმა ვიწყობა რომ ჩემდება ადამიანს რაღაცა დაავიწყდა რაღაცა იხსენებს ვერ გაიხსენა აი ეს არის მანახე აქ მაგიური დაზიანება რისგან არის რა არის რისგან არის ეს წესავს ვიღაც აქ ვოლტზე ნამუშევარია რისგან არის ხარი ახლა გამოდი ხარი კონკრეტულად საბარავლო ხაზის პრობლემაც არის რისგან არის ერთი წრეზე ტრიალი თულის ამას არ მეფიქსირებს ცოცხალი თავი რისგან არის არ მეუბნება გამიხსენი ინფორმაცია რისგან არის რაღაცას ამის რაღაც ეს წარსულში ეს ხალია იმიტომ აღარ აფიქსირებს მეც ეს წარსულის ხალი რო დაფიქსირდა ტყუილები და რაღაცები ეს შვილებიანი ხალია ვიღაც
ეს არის შვილებიანი ქალი, ვისთანაც მეგობრობდა, ან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მაგრამ შეიძლება რა ვიცი, ახლა ლოგინისლად არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ისეთი მეგობარი ხო ხდებით, ეს სხვანაირი არ არის. შეიძლება ვიღაცასთან თანამშრომელიც არის, მაგრამ ესეთი ქალი არის. აქ დაზიანება ამ ბიჭთან. ამ დღეში. მანახე ვინმე ქალთან ახარ, ახლა ვინმე ქალთან არის, ახლა ეს ადამიანი თქვენი ჩაფიქრებული, ვინმე ქალთან ამ ეტაპზე არის. ხალია ვიღაც. რამდენი ქალებია რა არის. ტიპო. ეს ტიპი მე ასე გეტყოდით, ამას უნდა ანთოცანთელ და სდიოთ სულ ფეხდაფეხ. ამას. აქ ამ წუთში მანახე. ამ წუთში არის ვინმესთან ერთად. ამ წუთში ან ძმა კაცი ან ვიღაცასთან ერთად არის ესეთთან, მაგრამ იქ ხალიც არის. რაღაც ესე ფიქსირდება. ანუ შეიძლება ამ წუთში ან ძმა კაცთან არის, ან მეგობა, იგივე, ან რა ვიცი, ახლობელთან ვიღაცას, ხო? მამა კაცთან ვიღაც შეიძლება მამა არა. რაღაც მამა კაცთან მოკლედ, ახლა საჯაროა, სავეძიო, ახლა ვინაა ზუსტად. მაგრამ აქ ქალები არის ძალიან ბევრი. ეს ადამიანი დაზიანებულია. ფიქრობს, უნდა სულიერად გამოღვიძებაც, რა ვიცი, მაგრამ კარგი გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. აქ თუ დავოჯახდები გამოვალო. რა ჭორი ტრიალებს ამის ირგვლივ? აქ ჭორი არის კიდე. ჭორი. რა ჭორი ტრიალებს? რამე ცუდი რა ჭორი ტრიალებს? გამდიდრდაო თუ ფული მოიგ თუ რაღაც, რა ვიცი, რაღაცა ისეთი ჭორი ტრიალებს, რომელიც საზოგადოებმა სინამდვილეში სიმართლე არ იცის. აი ესეთი ჭორი არის აქ. რაც თქვენს მიმართ რას გრძნობს ეს ადამიანი, იმდენი ქალები ამოვიდა. თქვენთან დაასრულა ამ ურთიერთობა. დასრულებული თუ არა, რაღაც უყურებთ. ან თქვენ არ გინდათ უბრალოდ ამ ადამიანთან ურთიერთობა.
რა ვიცი ახლა რა საკეთებს რანაირად გიტყვა ამდენი ქალები დაფიქსირდა იქნება გიაგეთებს რაცხას მანახე რომელიმეს და სექსუალური ურთიერთობა აბა გამოვიჭიროთ ახლა მანახე საწვალი არავინ არ აძლევს ამ საწვავს არა კარა მათემარა ქნამეთან ცუდად აბა ისე ფლირტავს ეს უმელი ანეკდოტი გამახსენდა იცი თქვენი ოგიო მანქანაში რაღაცა ქალმაო მოკლედ და ძაღლებიც კი უყრეფავენო იმას რა ქვია მანქანას რო გაივლისო ძაღლებიც კი უყრეფავენო ცოლი გასცემს ესეთ ვასებს ხოდა ქალები დაძდევენო ხო ქალები დაძდევენ თქვი შენს მეუღლეს იციო და ვითომ გულზე გახედა და азо ძაღლებიც კი უყრეფავენ იმას მანქანას გაქცეულ მანქანასო და რა ვიცი მაგდაში პოზიცია თუ აკამსაწოდა რაღაცა ესეთი დაფიქსირდა აქ და აბა რა გითხრათ გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით